22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა. ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირი მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღემიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების და პროფესიონალიზმისთვის, რაც ხშირად მათ სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ, მადლობა გადაუხადა. მან ასევე სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომზე გამოფენილი ახალი H-145 ტიპის შეულმფრენები დაათვალიერეს და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ვულოცავ ავიაციის დღეს, განსაკუთრებით კი სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს უსურვებ წარმატებებს და წინსვლას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ხელმძღვანელობას ჯილდოსთვის. დავჯილდოვდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას. დღევანდელ დღეს მიულოცავ ჩემს კოლეგებს, უსურვებ წარმატებას, წინსვლას და კარიერულ განვითარებას.